მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემა სტუმრად იუმორიდან იწყება. გადაცემის პირველი სტუმარი კი გახლავთ უნიჭიერესი ახალგაზრდა მომღერალი სალომე ბაგურაძე. გთხოვთ სალომე სტუდიაში. მოგდანდი ჩემო სალომე, მოგდანდი. გესალმებით. დაგეთ. აი ძალიან მიხარია რომ ჩვენ სტუდიაში ხარ ახლა. ძალიან. შენ კარგად მოგეხსენება რომ ჩვენ ივერიელები ძველი თაობა განსაკუთრებით გამორჩეულად გულშემატკივრობთ აი იმ შემადგენლობას, რასაც ალექსანდრე ბასილაიას კვინტეტი ერქვა თავის დროზე. აი 2005 წელს ძვირფასო მეგობრებო დიდმა მაესტრომ ჩვენი ასამბლეის ხელმძღვანელმა კომპოზიტორმა ალექსანდრე ბასილაიამ შექმნა, ჩემი აზრით ძალზე საინტერესო უნიჭიერესი მომღერლებისაგან დაკომპლექტებული კვინტეტი. თავად განსაჯეთ ამ კვინტეტის მონაწილეები იყვნენ ჩემი სალომე ბაგურაძე, თამუნა ოქროპირიძე, ნოდიკო ტატიშვილი, ზვიად აბაშიძე და გიორგი კობაიძე. ნამდვილად. შემდეგ რომ დაამტკიცა რომ დიდი მაესტრო არ ხდებოდა, ვინაიდან თითოეულმა მათგანმა თავის სოლო კარიერაში გამორჩეულ წარმატებას მიაღწია, არაერთ კონკურსებში და ფესტივალებში გაიმარჯვეს, მათ შორის შემასალომე უამრავ კონკურსებში მათ ჩამოთვლაც გაგვიჭირდება. აი ბოლოს იყო ერთი ერთში, მაგის წინ იყო პროექტ ბრავო 2014-ში და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და რაც შეეხება ნოდიკოს, ის თლად შორს წავიდა, გაიმარჯვა სიმღერის კონკურსში, ფინალისტი გახდა ცეკვის კონკურსში და ახლა მე მგონი პიანისტთა კონკურსში საპირეს გამოსვლა. აი ასეთი გამორჩეულად ნიჭიერი ხალხი შეაგროვა მაშინ დიდმა მაესტრომ და ღმერთმა გნაცვლო სულ ასე წარმატებებით გევლო ჩემო სალომე ჩვენ ძალზე გულშემატკივრობთ და სანამ გადავალთ ჩვენი გადაცემის იუმორისტულ ნაწილზე მე მინდა აი ეს სიმღერა შეასრულო რომელიც ალექსანდრე ბასილაიას რეკომენდაციით მოამზადე შენ თავის დროზე ეს გახლავთ ცნობილი კრიმანჭული.
ასეთი შესანიშნავი მომღერალი გქონს, რომელსაც არაერთხელ გვასახელა და კიდევ არაერთხელ გვასახელებს, აი ამ ერთ-ერთი კი, სადაც მართლაც გამორჩეული იყო და მართლაც დამსახურებულად გაიმარჯვა, უცხოელ მომღერლებთან ერთად არც ქართველი შემსრულებელი დაივიწყა და მანადა თოდაძე აირჩია სამიზნედ, ანუ პაროდიის ობიექტად. ეხლა აი ამ თემაზე საუბარი რომ გავაგრძელოთ, მოდი ასე გავაკეთოთ. სტუდიაში მოვიხმოთ ნინა გაგელაშვილი. Any unitieresi da uçeneresi Nina Gagelaშვილი სტუდიაში. ო, მზარდი. მოგესალმებით. ერთი გილოცავ, მართლა არაჩვეულებრივი ხარ და უნიჭიერესი ადამიანი და კიდევ ერთხელ დაამტკიცე და კიდევ მრავალჯერ დაამტკიცებ, ჩვენ არავის ამაში ეჭვი არ გვეპარება. ეხლა რაც შეეხება ერთ-ერთს მამა მოგვიყევი ამ პროექტთან და კონკრეტულად მანანა თოდაძესთან დაკავშირებით. მანანა თოდაძესთან დაკავშირებით იყო ის, რომ ავარჩი ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც ასე ვთქვათ, გაუტარი მანანის შემოქმედებაში ბოლო ნამუშევარია და ჰიტია. სიმღერა ასე რქვა, წავიმღერო? წაიმღერე, აბარა. ვის რა ვკითხო, რა მოვკითხო, გაშორების მიზეზი არ იხსნება ის, ვიცი რომ სიყვარული ნამდვილი სიყვარული არ მთავრდება. აი ეს სიმღერა თუ გახსოვთ. სიმღერაც ერქვა, ვის რა ვკითხო, რა მოვკითხო. სალომე გენაცვალე, ვის რა ვკითხო კი არა და ჩემთვის უნდა გეკითხა, იმიტომ რომ მანანა თოდაძის პაროდირების ლიცენზია ექსკლუზიურად მარტო მე მაქვს. ვადასტურებ გასლაკას, ვადასტურებ ასე. აი, რაღაცა ესე იგი, არ ვიცოდი მე. არ იცოდი. რაღაცა ვერ გავარკვიე ეთყობა სწორად. შენ ვერ გაარკვიე და გინდა გითხრა მანანა თოდაძე ამის შესახებ რას ამბობს? საინტერესოა. ესეთი რაღაცეები, აი, არაფრით არ შეიძლება. გამორიცხო. მე რომ ცოდნოდა რომ შენ ნინაკას არ კითხე, აი არაფრით არ მოგცემდი მაგის უფლებას. არ დავთანხმდებოდ. იცი რა სუბორდინაცია უნდა დაიცვა. არაფრით არ შეიძლება. ხოდა რო არ დაიცვა სუბორდინაცია, ამას რა მოყვა ეგა თქვი, ამას სამაგიერო მოყვა. ხო, სამაგიერო საოცარი, რომ ერთი კვირა გაოგნებული დავდიოდი. ხო? სამაგიერო ეკრანზე. აბა ვნახოთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით შემოქმედებით გაერთიანება ლომისში. საიდანაც არაერთი მხიარული ზარი განხორციელებულა და დღეს ამ ზარს განმახორციელებ მე. მე დაურეკავ არაჩვეულებრივ უნიჭიერეს მომღერალ სალომე ბაკურაძეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ მე და სალომე ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და არაფრის დიდებით ის არ უნდა მიხვდეს, რომ დღეს ვურეკავ მე. იმიტომ რომ მე ნინაკას ხმით არ ურეკავ, მე დღეს დაურეკავ მას ქალბატონი მარინა ბერიძის ხმით. აი ახლა ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა გვაცნობა, რომ შეიძლება დარეკვა. მაშინ ასე დავრეკოთ. სალომე პირველ რიგში გილოცავთ კონკურს ერთ-ერთი გამარჯვებას. მადლობა. რამდენად რთული იყო ეს გამარჯვება? ეს სანამ დავიწყებთ ერთი წუთი, ხა შეიძლება უპასუხო, ხო შეიძლება? ოდიში. ალო. ალო. გისმენთ? სალომე. ბატონო. მარინა ვარ ბერიძე. ოი, მარო როგორ ხარ? კარგად გენაცვალე, ჯერ ერთი მინდა მოგილოცო. არაჩვეულებრივი იყავი პროექტში. აი ძალიან არ მეპარებოდა რომ შენ მოიგებდი. დიდი მადლობა. ძალიან კაი გოგო ხარ და საბოლოოდ დავწმუნდი რომ მართალი ვიყავი იმასთან დაკავშირებით, რის გამოც ეხა მე შენ გირეკავ. ეხა კარგად მომისმინე, გესმის? კი, მესმის. კარგად მომისმინე. მიუზიკლი ჩხიკვთა ქორწილი ძალიან კარგად გახსოვს. კი, როგორ არ მახსოვს. ეხა მე მინდა რომ აი ამ მიუზიკლის რიმეიკი გავაკეთო. უпростоრად ვაკეთებ. აი, აბსოლუტურად რევოლუცია უნდა მოხდეს აი ამ მიუზიკლის, სულ თავდაყირა უნდა დავაყენო. იცი რა არის? ეხა სიმართლე გითხრა. იცი, აი ეს ქალის და მამაკაცის სიყვარული უკვე რომელი საუკუნეა. აი, აღარ ვიცი უკვე. მე მაგ შენთვის როლი ყვავის.
ეხა არ გაგეცინოს, იმიტომ ყვავი არ არის კარგი. ხალი ყვავი? ხო და ეხა კარგად მომისმინე, ვაკანსია მარტო მაგაზე დავტოვე კონკრეტულად შენთვის. მართლა? დედალ ყავს უყო. მართლა გეუბნები, მართლა კარგად მომისმინე, დედალ ყავს უყვარ დედალი ჩხიკვი. ეხა დღეს, აი ამ საუკუნეში არაფერი არ არის გასაკვირი მე რომ მკითხე. ეხა შეიძლება ბოლოს არ დავაქორწინო, მაგრამ ეხა მაგათი love story ხდება ძალიან მაგარი, აი დამერწმუნე. შენ როგორ გონია? დაიყო რატო ხარ ჩუმად ხა ვინ რა უნდა თქვა შენ თუ ამაზე ფიქრობ არავინ არაფერს არ იტყვის და თუ იტყვიან რა ამბავიც ატყდება კარგად იცი მე თავისთავად დააბრალე იცი რა რაც შეეხება სპონსორებს ამას ვიღებ ჩემ თავზე იმდენი სპონსორი იქნება შეიძლება ვერ აუვიდეთ აი ამას კონკრეტულად ყველა დაასპონსორეთ და რო იცოდე საქართველოში აი პირველად მიუზიკლში რევოლუცია უნდა მოვახდინოთ მე და შენ. ანუ რო გნახოთ და ისე რო კარგად, იმიტომ რომ ეს ვერ კარგად მოიფიქრე, არ მეჩქარება დრო მაგ და რამოდენიმე დღეში დაგირეკავ. კარგით, მეც დაგირეკავთ და ვნახოთ ერთმანეთს და კარგად ვილაპარაკოთ. კარგი, ძალიან მაგარი იქნება, აი დამიჯერე. დამიჯერე, მე ხო იცი ყველაფერს კარგად ხედავ. აი ჩემო, კარგად იყავ, კარგად. ხა ძალიან უცნაური ზარი იყო. ასეთი მხიარული ზარის მახეში აღმოჩნდა ჩვენი თავმდაბალი და უნიჭიერესი სალო ნახეთ როგორ რა რეაქცია ხოდა გაფიცებ ყველაფერი არა გაოცებული ვიყავი და ვერ მივხვდი საიდან მოიტანა ქალბატონმა მარინამ ის რო თან ყვავი უნდა ვიყო ნუ თან ის რო ქალს ქალი უნდა უყვარდეს ჩხიკს თუ რაღაც აოცრებებს მესაუბრება და ხვდები რომ ნეტარა მეხუმრება თუ რაღაცა ხედვა ქონდა საოცარი თუ რაშია საქმე და ვერ მივხვდი ეს რომ ხუმრობას წარგავდა, იმიტომ რომ ბოლოს ხომ მეტყოდა მაინც რომ დიხუმრე და რაღაცა. აი ესე გაშოკილი ვიყავი ძალიან დიდხანს, ესე ვერ ხვდებოდი. კარგ დღეში აღმოჩნდი თუ სულ დღეში? არა, ისე ორივეს რომ გამოყოლილია. ეს ამბავი, აბა დააგვიძი. ორივე შავებშია გამოყოლილი. ამის ამბავი იმოქმედა, როგორც ასე რომ მომავალში მარტივად გადაწყვიტეთ ჩემო კარგებო ეგ ამბავი. როცა დაგჭირდებათ მანანა თოდაძის პაროდია, ნახევარი ერთმა გააკეთეთ, ნახევარი მეორე. აი აქვე შეგიძლიათ გაიაროთ მაგის რეპეტიცია, მიკროფონები გააქვთ? გვაქვს. აბა მოვკიდოთ ხელი და ავიდეთ სცენაზე შევადონო. ერთად დაველოდოთ ჩვენს შემდეგ სტუმარს, ჩვენი მეორე სტუმარი კი იქნება ჩემო ბატონო, აგრეთვე პოპულარული მომღერალი, მრავალი კონკურსის და ფესტივალის გამარჯვებული ოთო ნემსაძე. მომგანდი ოთო, მომგანდი. გამარჯობა. როგორ? გამარჯობა, გამარჯობა, გამარჯობა.
მოკლედ დღეს გამარჯვებულების სტუდია, ყველა გამარჯვებული აქ აკვავს, ძნელი ჩამოსათვლელია მათი რეგალიები, მე მახსოვს რომ 2010 წლიდან, როცა ჯეოსტარში გამოვიდა და ტრიუმფალურად გაიმარჯვა, შემდეგ უკრაინა იყო 2012 წელს. ნაბიჯ მივყვები სუპერ ფინალი იყო, შემდეგ ბრავო იყო, მოკლედ ყველა გამარჯვებულია ეს კაც, მაგრამ მე სხვა რა მაინტერესებს შემოთო, ესე იგი ეს გამარჯვებები კარგია, მაგრამ გორში როგორ შეხვდნენ შენს გამარჯვებას? ბევრი სასაცილო ისტორიებია. ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი და ოღონდ ჩემ ქალაქში პოლიციელებს არ უყვარვარ, პატრონს მე. ასგერჩია. მოკლედ იყო ესეთი ისტორია, რომ ჯეოსტარზე მოვიგე მანქანა და არც წარება ვიცი, არც პრავა არ მაქვს დღემდე, თუმცა მანქანა ძალიან მიყვარს. ვით უმეტეს მოგებული. თუ გამოვაყენე ეს მანქანა ჰიუნდაის ცენტრიდან, წავედი ეგრევე გორში. წავედი ნუ როგორღაც ჩავედი ამ გორამდე. ჩავგორდი, თან დავაღიარო რომ ნასვამიც ვიყავი და ნუ არ მეპატიება რა, სუდად მოვიკეცი ძალიან და პირველივე პატრული. შენა ბიჭო გადააყენე ეხა მან და გადავაყენე მეცა და მოვიდა. რა შეჩემისა შენა რა, მოიგე ჯეოსტარი და აგივარ და თავში. ხოდა. ძალიან ვიცი, აი რა დაურეკე ხა გუბერნატორს და ხო აქ. ბოდიში ყველაფერს დამაჯარი მე დამიჭირე ნუ მაგინე პრობლემები. ყოველდღე თავი დამანებე რაც გინდა ის მიქენ. ნუ ძალიან სასწაული. უკრაინა როგორ მოიარა? უკრაინაშიც ძალიან ესეთი ბევრი სასაცილო მომენტი იყო. უკრაინა სიმწრით მოვიარე თავიდან, მაგრამ კენტეროში გატკბილდებისო თუ როგორღაც არის. მოკლედ ფინალი მოვიდა. 2012 წელს, თორე ახლა იმდენი არმებია სამწუხაროდ. კი სამწუხაროდ მართლა ძალიან ცუდ დღეშია ჩვენი მეგობარი ერი. ხო და მოკლედ ფინალია უკრაინის ახალი ხმის, გავიდა ფინალი გავიმარჯვე, დადგა სუპერფინალის ჯერი და ორნივ გავართ სცენაზე. მე და ის უკრაინელი გოგო. ნუ იმ გოგომ მოიგო და გამოვიდა და ანუ ტელევიზიის დირექტორი ამბობს რომ დაახლოებით ესეთ ფრაზას, ანუ გადავაკეთო და გადმოვაკეთო, მიახლოებით არის რომ აბა პასპორტი მაჩვენე. ხო და ეგრევე მართლა ვიფიქრე იქ სცენაზევე რომ აი ბავშვობაში რო ეკითხებინე, აბა ბიძიეს პასპორტი აჩვენე. წარმოვიდგინე ჩემი თავი. ნამდვილი პასპორტი აჩვენე. ნამდვილი პასპორტი ვაჩვენე, ქართული, ჯინგრული, ნამდვილი გროზნული პასპორტი ვაჩვენე. კი გაგეთერები. ახლა სანამ სასიმღეროთ მოგიწევდნენ სცენაზე, ერთი გაფიცებ ყველაფერს, ბებია როგორ შეხვდა ამბობს ეგ ვითხარი. ნუ ბებია იმედია გადართავ ახლა. სად არის? შეიძლება რომ ბებიას მიმართო კამერაში. ბებია ბოდიში გადართე რა. მაპატიე. მოკლედ ბებიაზე არის ესეთი ისტორია რომ ბაბუა ჩემის მამიდა ცხონებული ვენერა. გარდაიცვალა 100 წელს გადაცილებული ქალბატონი და ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული ძალიან მეყვარდა ეს ქალბატონი და ნუ მოკლედ ეს ქალბატონი ხშირად ჩამოდიოდა ჩვენთან გორში სტუმრად. თბილისში ცხოვრობდა, იმერლები ვართ, ანუ იმერეთის შტოდან ვართ წარმოშობით. რომ ეჩხუბებოდა ან დედამ ტუქსავ და ან მამა ან ბებია სახში რომ ეჩხუბებოდნენ ეს ქალი გაიჟით მაგ ბავშვს მაიტახტის აზნაურია. მოკლედ ნუ იყო ერთი ამბავი და ამ ქალის ჩამოსვლა იყო ჩემთვის ერთი დიდი ბედნიერება რა სახში რომ ნუ არასდროს ვერ მეჩხუბებოდნენ და ეს ტახტის აზნაური არც ვიცოდი რა იყო. მაშინ როდესღაც თამარ მეფე მაგუბოზა მაგ ნემსაძეებს მაი აზნაურობა და რაღაცებს იძახდა ეს ქალი. ძალიან მიხაროდა და აი ბებია მყავს ოსი. ხო და ნუ მოკლედ ერთხელაც ბებიას ამოუვიდა ყელში. მეუღლის მამიდის ბოგინი ოჯახში. პირდაპირ გამოვიდა და მსგავს ტექსტით გამოდის. რომ იყურებ შენ არა? მე თამარ მეფის თავმომავალი ვარ, არასეული. და მამა ჩემი ეკითხება რომ გაუ საიდან მოიტანე რა თამარ მეფის თავმომავალი? სოსლანის მხრიდან. ეგეთი იყო. იდეა დიდი ბოდიში ბებია და ძალიან გვიყვარხარ ჩვენ ყველას და მთელ საქართველოს უყვარხარ. შემდეგ გადაცემაში ბებია უნდა მოვიწოთ, კი ბატონო. მეგაბებია მო. მიკროფონი და არენა ჩემო უსიმღერო ჩენი გაშვება არ გამო. ფიქრების ზღვა დარდის ლოდებს მახეთქებს გამომრიყავს
ისევ მითრევს ტალღებში გაზაფხული ტყემლის გვირტებს აფეთქებს ალუბლებს ვრთავს საქორწინო კაბებში როგორ მომწონს წელიწადის 4 დრო ყველას მისი სილამაზე ამშვენებს მე ზამთარმა ვიცი უნდა მომხიბლოს გრძნობ რომ მალე სუსხს დაინვას მაჩვენებს რამდენ ტკივილს სევდას უძლებს ეს გული და რამდენი ტანჯვა გადამხდენია ადიდდება გამიტაცებს ენგური დასრულდება ჩემი ყოფნის დღენია კებედრები მიპატრონე თუ შეძლებ დამიდექი გვერდში როგორც ფარფელი ეს გიმილი შემარჩინე თუ ჩემზე სხვას არ აღთხოვ და რაფერს არ ველი რეკლამის დროა ჩვენ მალე დავუბრუნდებით ლენინი ხისტავიანი სადუმლია ეს ხომუნადების გამეა ატყობთ რაფერ აშხაიზების საქმე სტუდიაში ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმარი კი გახლავთ თეატრისა და კინოს პოპულარული მსახიობი ბატონი დათო დვალიშვილი. მომგზავრდით ბატონო დავით. მომგზავრდი გადაცემა. დავბრძანდი ჩემო დავით, მიხარია რომ ბოლოს და ბოლოს შედგა შენი სტუმრობა. ეთილი იყო შედეგი თქვენს სტუდიაში. ერთი სიურპრიზი თან მოსული ბატონო. შოკოლადი მომიტანე კაცო. მილი ჩვენ ასაკში მაიზამაიც. ო, მაგაში ასაკ. წინა შეხვედრაზე პირველად რო შევთანხმდით შეხვედრაზე, შოთა შევხვდათ სკიტლაზე გულაში და. ჩვენი მეგობარი. წამოდიო, ხო, მითხრა, დავიდეთო და დიდხარი ერთმანეთი არ გვინახავსო და მეუთხარი ჯემალთან ვიდეო ბაღაშვილ და შეხვედრა მაგ. წამოდი ჩემთანო ვითხრა რაღაცას გაგატან ჯემალთან. იო, მომცა შოთა ადრე თურქეთში ასწავლიდა ეგ ხელოვნების სკოლაში და ეგადა ცოტნე ნაკაშიჭის დასულან ცვილის ფიგურების მუზეუმში. მივდივართ ვათვალიერებთო და ხედავთ
თეთრ კიტელში გენერალ სიმუსის სამხრეებით და ჩიბუხით ჯემალიზის ბაღაშვილია. ჯემალ ბატონო, ეს აუცილებლად უნდა ნახოთ თქვენ. აბა, საინტერესოა. დამდგარა ნიკეთახეთ და გადაუღია რომელიმე მასკეთი რა. ამას მე უკან დავაწერე, ჯემალ ჯუღაშვილია. მართლა საოცარი მსგავსება არ შემოუთავაზებია არ ქონიათ შემოთავაზება ამ კინოში არ რა ვიცი კაცო კი იყო რაღაცა საუბრები სერიოზულად არაფერი ყოფილა მაგრამ აი მოსკოვში კი მართლა გამომადგა ეს მსგავსება ეხლა რა მოხდა ევგენი გინზბურგმა მას შემდეგ რაც ჩხიფთა ქორწილი წელი მიუზიკლი ივერისა გადაიღო მეორე მიუზიკლზე დაიწყო მუშაობა უნდა და გადაიღო არგონავტები და გადაიღო კიდეც მოგვიანებით ორსერიანი ფილმი ხო და მე სცენარის ავტორი გახდით მუშაობდი აქა და იქიდან ტელეფონით ერთმანეთთან კორეგირებას ვახდენდით ამ იდეების ძალიან სერიოზული შემადგენლობა იყო და თუ იმიტომ რომ მარტო ივერიელები არ მონაწილეობდნენ იქ მაგალითად მედიას როლზე ლიკა ქავიარაძე იყო იასონის როლზე ზურა ყიფშიძე და შესაბამისად ჟენია გიზურმაც იქიდან აირჩია მაშინდელი მართლა სუპერ პოპულარული მსახიობი სერგეი შაგუროვიც რომელიც მსახიობი ლეონიდ იორმოლნიკი და რაც თავარია ალექსანდრე აბდულოვი რომელიც პიკზე იყო თავისი პოპულარობისა და მოკლედ თუ გმირი იყო მოსკოვს სადაც გაივლიდა მთელი ამალა მოყვებოდა თაყვანისმცემლების და აი ეს შემადგენლობა და ბირეკავს ჟენია იქიდან რომ აუცილებლად უნდა ჩამოხვიდე 10 დღითო ბიჭებს დრო აქვს ბიჭები ესენი არიან ვინ ჩამოგითვალე და ჩამოდიო აქ და გავაცნოთ სცენარი არგონავტებისა ამ რუს მსახიობებს აი ბატონო ჩავედი მომათავსეს რუსიაში გინზბურგი ძალიან პუნქტუალური იყო მუშაობაში ზუსტად გაწერილი გრაფიკი იყო 11 საათზე ესენი მოდიოდნენ მიდიოდა მუშაობა ოთახში ესე როლების ახსნა და განმარტება სცენარის დაწერა გადაწერა ამის მერე 4 საათზე ჩავდიოდით სასადილოდ რესტორან რუსიაში ვიდრე მოგვიტანდნენ რაღაცებს იქაც მიდიოდა განხილვა შემდეგ ვისადილებდი და დავიშლებოდით აი ესეთი იყო ერთი კვირა ასე მიდის ყველაფერი და ჩავედით ერთხელაც ასე მორჩა ასე ვთქვა სამუშაო ნაწილი ჩავედით რესტორანში ვიგიშვებს გადაგეტილია სიეზდ მელიორატორების ყრილობა აი მიმინოში ყარ ენდოკრინოლოგი ხარ მელიორატორები ეხლა საშა აბდულოვის ხონებული ულამაზესი კაცი უპოპულარი მოიცათო კაცო მე კრემში არ მჭირდება საშვი და ეგრა მაკლია ახლა რესტორანში და მივიდა რომ დაინახეს აქ ცველებმა ой საშა აბდულო пожалуйста ავტოგრაფ მოგვეც ზოგი აქ აწერს ზოგი შუბლზე აწერს მოკლედ ჩამოურიგა ავტოგრაფი ოღონდ შეშვებით ვერ შეგიშვებთო ოდო ეს გადირია კაცო იმისთანაც ცერბერიაო ადმინისტრატორი მოხუცი ქალიაო ნაფრონტალი ნამარი კანონის მიღმა ვერაფერს ვერ გააკეთებდა შანსი არ კაცო შენ დაუძახე და დანარჩენი მე ვიციო მოდის 1-2 სპეში დათო ესე იგი თან მოაქვს ყველაფერი და ბეხი მოდის და ეს საოცარი ესე იგი ბობოქრობს საოცრად რომ არ ვიცი მე რეჟისორი და არ ვიცი მე მსახიობი კანონი ყველა უკვე იცის ვინარი მაგრამ არებუა კანონია მოვიდა შეყურებს აბდულოს რა გინდაო ეს ეფერება აქედე შაგურავი ფერი არ ჭრის მე ვის დავკარგვი ვარ აბათ ფონზე კაცო ეგ მივარ ჩემთვის წყნარად ველოდები რა მოხდება მე მომერიდა ახლა უკვე გამწოვდა სიტუაცია და მივედი შენესონი კაი მეთქა შენ ავიდეთ კაცო ბუფეტის მეტი რა არის დავსვედა იქ ვისად რა პრობლემაა ამ ქალმა შემომხედა ესე და ფიჟო უცბად გაიბადრა სიცილი წოდია თურმე ხო და გაიბადრა შეხედა ой Иосиф Виссарионович ну дорогой Вася обязательно пущу возьмёте милости просим ახლა მე გავიჟღირე ამათო ანისამნო ჩემთან არის ეს და დავსეპო ვიდეო დავიყვანა დავსხა ჩემი ბატონი შეხარ ხა შევიფერებ და спасибо дорогая родина вас не забудет ჟენე იბუდება სიცილი ჟენე ბიჭო არ გონავდები კი არა აი ეს უნდა გადამეღურო ეს 4 კაცი მოსკოვში კიტრათ რომ მოგეთა სტალინის რეკომენდაციის გარეშე რესტორანში არ შეგვიჩვენე ეს უნდა გადასაგები ის არ უნდა იცი ერთი გახელო ლენის გავდა ძალიან ეულაში გაშევდა ლენის გავდა დაიბარო რაიგონის დიორო გაიპერსე ბიჭო წერულაში დათიხარე კეისო და წერულას გავიფარჩა იდეები რა უყო ხო და
მე აი ამ გავსების გამო ერთი იმაში გამომადგა კიდე რომ იუმორინა სარეკლამო კლიპები იყო პატარა 30 წამიანი. აი გადავიღე და სტაილის რომ ერთ-ერთ შევასრულე იყო და ეგა. აუმარჯოს ახალ იუმორინას. აი დაიწერა და დიდი საკონცერტო დარბაზისგან მოემართება 20-ვე ქართული იუმორისტთა კოლონა. მოდიან ჩვენი გამხარებლები და გამცინებლები. მათ ვალდებულება იკისრეს გამხიარულონ 120%-ით მეტი მაყურებელი, ვიდრე გასულ 5 წლებში. ვაშა იუმორინა 2003. 76 წელია ქუთაისში მუშაობდა გოგი ქავთარაძე ხელმძღვანელი და მოდი რაღაც მინდა გითხრაო რა გინდა მოთხრა ლენინი დაითამაშო რატომ მეუთხარ თავირობა გდიდი არეგაცო მორჩი ხლაბუც რომ მიტყდა და მიხედა ეს სერიოზული საქმეო გაგზავნეს ჩემი თავის ზომა იმაში მოსკოვში მოსკოველი გრიმიორები ამზადებენ ამ პარკს შემოგარგო და ვართ ერთ გაწამაწიაში კომისიაზე ჩამოდის რუსეთი და რა ხდება ლენინი როგორ მუშაობს ერთი გაწამაწია ხო და ერთ დღესაც ნუ მოამზადეთ რაღაცა ნაწილი და ერთ დღეს გოგი მეუბნება რომ დათო ხვალო უნდა ვითამაშოთ ნაწყვეტიო რაღაცა საიუბილეო საღამო იყო თავრობა მოსულია რაიკომის დივანი გობკავშირი მოგმოყვა მაშინ მეუღლე თეატრში მუშაობდა ბავშვი პატარა ყავს შვილი და ვიკეთებ გრიმს ახლა შევედი საგერმიოროში და ეს მიყურეს პატარა 4-5 წლისა აქ ბალვანკაზე ხის თავია რაღაცა ფორმაზე იმაზე პარიკია ჩამოსულეს მოსკოვიდან ჩამოდანილი პარიკი მივყარი ულვაში წვერი წარბები დავიყარი ჩემბატონო ეს ბავშვი აღაოცებულია მე ამას თმას საკრახელი გაჩერდი მე უცხარი მოსკოვში დავარსხილი თმას ახლა მიჩეჩავ რა დავიხურე პარიკი ჩემოგარგო თავზე გავიკეთე წვერი ეს რა არისო მითხრა ხის ბალვანკაზე თავი მე ვთხარ ეს ხის თავია დაანებე თავი ამას პარიკი მაცადე ხო ნერვულობ ახლა მე ლენინი პირველად უნდა ვაჭვენო ეხლა ქუთაისში ასე კარიბიდან შედიხარ და მე გასავლელი და შვაში უნდა ჩახვიდე და კიბე დგას სცენაზე დგას მთელი მაშინდელი პოლიტბიურო ზერჟინსკი კრილოვი ყველა მოგლე კამენევიცკიოს ყველა დგას იქ და ჯარისკაცები უნდა იყოს იხედებიან ჯარისკაცები რეპლიკას ელიან და რაზეჯიძის ტოვარიში მე ვთქვი ნუ იო შევედი თუ არა გაიგო თუ არა კარები და შევედი გამოჩნდა ლენინი და ტაში პარტერში ლენის დანახვით გამოწეული სიხარ ტაში და მამა მესამე რიგში ზის ამ გასავლელში ბიჭი შენ ხო დამას ხაუფ მაღაზო მამა ლენის კი უყარდა ბავშვები მაგრამ ისე არ უყარდა ახლა მაინც და მაინც სპექტაკლი ჩაშალო მაგდონელია ვიღებ ხმას გავუარი ამ თავრობას ახლა ესე და გავაჯო მივდივარი ხლა პირდავი და მამაზე არ გავეცი ხმა ლენინი არ ვიღებ ხმას მივდივარ და ჩავსწი უნდა კიბეზე ავიდე ხლა შევერთე პოლისბურუ და ლენინი ხისთავიანი ასე წავიდა ოფლი ვიგზენი ისეთი და იქეთ ახლა ეს ზერჟინსკი ბაკუჩია მეგრელიშვილი ახერხაძე ერემო ისინი დგანანატი და იბუდება ხალხი კაიცინა გადაიხარხარა პარტერმა მაგრამ ვაი შეძდავით ორი კვირა სადარბაზოში უცხო კაცი რო შემოდიოდა და ჩემს ასახვანად ხო არ მოდიან ერთი გამის მერე ქუთაისში გავარდა ხმა დვალიშვილო ისე კარგად ითამაშა ლენინიო მავზოლიდან გამოიყვანეს ნაღდი და დვალიშვილი შეუყვანია ჩიქ მოიცა მაგეთ ხო თბილისში ხონა ჩამოდანი რუსთაველის თეატრში ხო თბილისში ხო და რუსთაველის თეატრში შატროვის 6 ივლისში 2 საათი ლენინი დარბოდა სცენაზე მოვიდა გია ფერაძე რუსთაველში მუშაობდა მაშინ ჩვენ ჯგუფელები კურსელები ვიყავით და მაღვალაკი რაღაცა ეშმაკები დაურბის თვალებში და დათიკო რაღაცა მინდა გითხრაო რა იყო მოუთხარი მოდი რაღაცას გეტყვი რა იყო მოუთხარი მე დედ პაჩური ამომარტყმინე რა ლენ რაჭო ძიჭილი დაგვინახან დაგვიჭერე არა მოდი და ეს მაგარ პურვალუს კისრულობო მითხრა
ვიკეიფედებ საღამოს. ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენ საინტერესო ბატონ დავით დვალიშვილს და ჩვენ კი სტუდიაში დიდი სიამოვნებით ვიწევთ პოპულარულ ჯგუფს ალილოს. კეთილი იყოს ჩვენი მობრძანება, დაბრძანდით ჩემო ბატონო. ავარჯოს, დაბრძანდით. ამათი სტუმრობა გამორჩეულად მიყვარს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ მართლაც ფანტასტიკურად ღერიან, შესანიშნავი ანსამბლი, არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ ბატონ გურამ თამაზაშვილი, რომელმაც შექმნა ეს ანსამბლი, გამორჩეული კაცი იყო, როგორც მომღერალიც, როგორც ლოტბარიც, როგორც მცოდნე და როგორც კომაგი და რა ვიცი, ალბათ ადამიანი, რომელმაც ფანტასტიკური ამაგი დაძდო ქართულ ხალხურ სიმღერას და არაერთი ანსამბლი შეიქმნა და აი თავად ალილოს ისინი ჩემზე უკეთესად გაიხსენებენ და იტყვიან, სწორედ ბატონ გურამ თამაზაშვილმა შექმნა და დღემდე ასეთ წარმატებით მოგზაურობენ არა მარტო ჩვენ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. რახან ალილოზეა საუბარი, იქვე გურამ თამაზაშვილზე წარმოუდგენელია რომ არ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ბატონი გურამი რო არ ყოფილიყო, ალილო ნამდვილად არ იქნებოდა. ისიც ჩვენთან ერთად არის და მიუხედავად იმისა, რომ ის ფიზიკურად აღარ არის ჩვენთან ერთად, მაინც ღიმილით გვახსენდება ყოველთვის, იმიტომ რომ ესეთი საოცარი კაცი იყო. ნებისმიერი რეპეტიცია მთავრდებოდა ან სახინკლით, ან სამწვადით, ისე არ ხდებოდა. ჩვეულებრივად ხო ფაქტის სახეზეა. ჩემი ფაქტი თორე, ამას უკვე კარგად. ამან გაიარა ეგ ეტაპი. ამან გაიარა ეგ ეტაპი და რა ვიცი, ნახო. გურამის ხელი მომაკვდა, ბავშვი. გურამის რაც შეეხება, აუცილებლად კულინარიასთან არის კავშირში, იმიტომ რომ ესეთი რაღაცა იყო. გურმანი გახდა. გურმანი იყო საოცარი, ჯერ საჭმელს ისე აკეთებდა და ისე ყვებოდა, რაც არ უნდა მოშიებული ყოფილიყო საჭმელს რო გააკეთებდა, თვითონ არ ჭამდა. აი შენ გიყურებდა როგორ მიირთმევდი და იმიღებდა ძალიან დიდ სიამოვნებას და მაშინ არ იყო ეს ტექნიკა და ის ძალიან მოდაში, უпроსორად შემოსული არ იყო ეს მაცივრები, დიდი მაცივრები და ჩამოიტანა, წარმოიდგინეთ, პაესტკიდან დიდ მაცივარს რო ჩამოიტანა, ხერა ახრა გურმანი უნდა იყო რა. ჩამოიტანა, იქ დაატვირთინა და უზარმაზარი მაცივარი აქვს სამეზობლოში და სამეგობროში ყველაზე დიდი მაცივარი აქვს გურამს და არის ბედნიერი. და მოდის სახლში ერთ-ერთი კეიფის შემდეგ მოდის სახლში შეზარხოშებულია და გამოიცვალა, შორტები ჩაიცვა და ძალიან ცხელა, ზაფხულია, ძალიან ცხელა და როგორი რაღაცა იცით, კონდიციონერები მაშინ ისე არ იყო რა, ის ბაქოს კონდიციონერები იყო რაღაცა ესეთი და ძალიან არ აგრილებდა და ძალიან მაგარი სიცხეა სახლში. და ამ შორტებით მივიდა, მაშინ რა ქვია, მაცივართან და გამოაყო მაცივრის კარი და ხედავს მალინის და მარწყვის ტორტი არის საოცარი და თან ამ მაცივრიდან უბერავს დიდი სიგრილე. ეხლა წარმოიდგინეთ მაცივრის კარი რო გააყო და სიგრილე რო მოხდება და მიიდგა სკამი, ტაბურეტი, შეყო თავი, ესე, ნასვამიათან და დაიწყო ამ ტორტის ჭამა. მიყვა და გავიდა ბოლოში. გავიდა ბოლოში და მირეკავს მამი მიშველე მეუბნება და რა ხდება სასრაფო ტორტი მაყიდინე პეროვსკაიაზე მაშინ პეროვსკაიაზე იყიდებოდა ტორტი და რა ხდება მეთქი თურმე ყოფილა მეზობლის ნიშნობის ტორტი უცხოიათ რომ შევინახავთ ცოტა ერთი ღამე შევინახავ და სასრაფო მაყიდინე გავარდით ის ტორტი ვიყიდეთ ისეთივე არ იყო რა თქმა უნდა მაგრამ ესეთი საოცარი კაცი იყო რა ტორტის ისტორიით მოკლედ გურამის ჩვენი ერთობა ხო მამაშვილური იყო და რაღაც განსაკუთრებული მქონდა. მოგეთ ხშირად ჩხუბობდით ეხლა. გამორიცხული იყო ეხლა ჩემი გურული ფეთიანობიდან ხონდა ზუსტად ისული ყავი რეპეტიციაზე რაღაცები. მაგარი ნაჩხუბარი ვართ რა და 2 დღე ისე მოხდა რომ არ გვიკონტაქტი ერთმანეთთან და 2 დღე არ კონტაქტი უკვე ძალიან სუდი სიტუაცია იყო და ეს მირეკავს ლაშა რომ გურამი დაურეკა ამას. დაურეკა იმ აბდალას და წამოათრია სუფრაზე და ეს მირეკავს რომ გურამი დამირეკაო სადღაც საღამოთიო სუფრა არისო და უნდა წავიდეთო რა. რადგან გურამი დარეკა ჩემზე უკვე შერიგების საღამოს. წავედით სუფრაზე ვქეიფობ თამად არის ერთი 100 კაცი სუფრასთან რა. მეხუთე სადღეგრძელოა ხე სერიოზული ხალხი და მეგობრებო ძალიან გთხოვთო ყველას რომ ეხლა მომისმინეთ განსაკუთრებით. აი ამ ბიჭს რომ უყურებთო ჩემზე ამ ვაი მეთქი რა ხდება. აი ამ ბიჭს რომ უყურებთო ეს არისო
ჩემი ბაღანაი აი ბექა ჩხაიძეა. თეს დედამიწაზე რო ჩხაიძეები შეკრიბოთო. ამისნაირი ჩხაიძე არ არსებობს. ამის ფასიო არ ყოთ. ან ეხა ნაჩხუბრები ვარ პირდაპირ ქება დამიწყოს. ამის ფასი არცერთი ჩხაიძე არ არის და ხალხი მიყურებს ვინ არის ამისნაირი ესეთი და ზოგი ფეხზე ადგა და სიჩუმია და გურამი. ატყობთ რაფერა ჩხაიძების საქმე? ამაზე უკეთესი ვარ ყავთ. ამაზე უკეთესი ვარ ყავთ და ერთი ის გამახსენდა რომ ადრე იყიდა ვილისი. სულ ახალი ვილისი ჩამოვიდა გურამის. სულ ახალი. ორ თვეში მიდის ამ ვილისით, ვილისი რა აფუჭებს და ხელოსანთან მიდის ორ თვეში კაროვკა ჩამეშალა. რანაირად კაროვკა როგორ ჩამეშალა ვილისია ამას ვერ აფუჭებს, ვერ აფუჭებს, ჩამეშალა. გაუკეთეს ეს კაროვკა კბილები ქონდა ჩატეხილი ამ. გავიდა კიდე 4 ხის რომ მიაყენა ეს ვილისი კიდე მიაგორა კაროვკა ჩამეშალა. რა ხდება რა სუშვები ამ კაროვკას თუმე რა ხდება? სუფრიდან რომ წამოვიდოდა ხო ღამე სახლში. ეგ დამუღამა რა ამ ვილისის ცხვრს მიადებდა იმას ჭიშკარს ამ სახლის კედელს და კონუსის გარეშე აწევოდა იმას პირველ ჭიშკარში აგდა კონუსის გარეშე ის აძლევდა ბანს დაიჭირა უღუნებდა და ისა ხვალა გადი ჩაშალა მარტო იყო და ჭიშკარი და ბანი რა ამღერა მანქანა რა კიდე უკეთეს ყოველდღე მიაყენებდა მიაჭერდა ბანი არც ფიარულობა და არც იუმორი არ აკლია ამ ხალხს, მაგრამ ყველაზე უკეთ რაც ეხერხება, მოდი ისავთ ხოთ. ერთი ლამაზი სიმღერა აჩუქე ჩვენ ზურბას მაყურებელს შევმოწმოთ. აუცილებლად. ეს შეხვედრა იყო გვიანი მოლოდინი არ შემძლებია ეს დღეც გაილია დარდიანი დამღამებია აღარ მახსოვს რომ რა წაიღო სიყვარული დაკარგულია ზებინეთავ რატომ გაიღო სადუმლია ეს ხომ უნადრების ღამეა საზერგალეული თელავეა თურმე ცემლის ვიმანცელა დაწაიღო გადაიღო დღეს უშენოდ დილა იწყება გული დარდით ისე ვისება შენი სახე არ დამავიწყდება დამავიწყდება ეს ხომ მონადრების ღამეა საზერგალეული თევარეა თურმე ცემლის ვიმანცელა დაწაიღო გადაიღო ეს ხომ მონადრების ღამეა საზერგალეული თევარეა სელა დაწაიღო გადაიღო სელა დაწაიღო ეს მონადრების ღამეა საზერგალეული თევარეა თურმე ცემლის ვიმამა სელა დაწაიღო გადაიღო გადაიღო დიდი მადლობა ვილოს, დიდი მადლობა უსურვოთ მათ შემდგომი წარმატებები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.